მოგესალმებით ჩემო კარგებო, მოგიკითხავთ თითოეულ თქვენგანს, მადლობას გადაგიხდით თითოეული მოწონებისთვის, კომენტარისთვის, გაზიარებისთვის ვიდეოსი და მე გთხოვთ, რომ გამოიწეროთ არხი, რათა არ გამოგრჩეთ ახალი ვიდეოები და თან ეს ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსისთვის და არხის განვითარებისთვის. მადლობა და მადლიერება კიდევ ერთხელ თქვენ, რომ სტიმულს მოაძლევთ, ხშირად ჩაგიწეროთ თქვენთვის სასურველი ვიდეოები. დღეს მე შემოგთავაზებთ საჯარო გაშლას, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ჩაფიქრებული ადამიანისთვის და გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტზე. პირველი ვარიანტი იყოს ეს სამაჯური, აირჩიეთ და მეორე ვარიანტი ეს ფერადი ულამაზესი სამაჯური. პირველი, მეორე. დაეყრდენით თქვენს ინტუიციას, რომელიც მიგიზიდავთ უფრო მეტად, ის იქნება თქვენი ვარიანტი. პირველი ვარიანტი, მეორე ვარიანტი. მეორე ვარიანტი გადავდოთ და ვინც ეს ამეთვისტოს და მთის ბროლის სამაჯური ავირჩიეთ, პირველებო, მოგესალმებით თქვენ. მას შესახებ. პირველ რიგში ვნახოთ, რა ურთიერთობას ვუყურებთ ახლა. როგორია თქვენ შორის ურთიერთობა? ერთ-ერთი თქვენგანი წასულია აი ამ ურთიერთობიდან და ამავე დროს არა მხოლოდ წასულია, ბარიერიც აღმართულია თქვენს შორის. ნახოთ, როგორი ადამიანია თქვენი ჩაფიქრებული ადამიანის სიგნიფიკაცია ვნახოთ. ნახოთ სიგნიფიკაცია ვინ გვეწევა. ხმლების რაინდი საკმაოდ ახლა ცივ ენერგიებშია, ადამიანი გაგინაწყენებიათ, ან განაწყენებულია თქვენზე, მას რაღაც კითხვებზე პასუხების მიღება სურს ამ ადამიანს თქვენგან, საკმაოდ ხისტ ენერგიებშია და არც თუ ისე მშვიდადაა ახლა ეს ადამიანი. კარგით, ვნახოთ ამ ადამიანის ფიქრები თქვენს მიმართ. ეს ადამიანიც ფიქრობს, რომ თქვენც საკმაოდ ცივ ენერგიებში ხართ, საკმაოდ ერუდირებული ქალბატონები ხართ, საკმაოდ კარგად მოქმედებს თქვენი ინტუიცია, თქვენი ტვინი საკმაოდ აქტიურად მოქმედებს და თქვენზე ფიქრობს ეს ადამიანი, რომ თქვენ აი იმის საპასუხოდ, რაც თქვენ შორის მოხდა და არც თუ ისე მარტივი რაღაც შეგემთხვათ ურთიერთობაში, სადაც მოხდა რღვევა, თქვენ აი ამის საპასუხოდ ხართ ძალიან განაწყენებული, გაბრაზებული, ახლა შორიდან აკვირდებით მას, შეიძლება უკონტაქტოთაც ხართ, მაგრამ ეს ადამიანი თქვენზე ფიქრობს, რომ შორიდან ადევნებთ მას თვალყურს და ფიქრობს, რომ იმდენად განაწყენებული და გაბრაზებული ხართ, რომ ახლა და ამჟამად არც კი ღირს თქვენთან კონტაქტი. ეს ფიქრები, მოდი ვნახოთ, რას გრძნობს ეს ადამიანი. თქვენს მიმართ, რას გრძნობს ეს ადამიანი. ამ ადამიანს თქვენს მიმართ აქვს გრძნობები და გეტყვით, რომ ისეთი გრძნობები, რომ ის
ადგენს გეგმებს, როგორ რა ხერხით გამოვიდეს თქვენთან კომუნიკაციაზე და ეს ხერხები მისგან შეიძლება არც თუ ისე კეთილსინდისიერი იყოს, გულისხმობ მანიპულაციას, შეიძლება ის დუმილიც კი მისი მხრიდან იყოს ერთგვარი მანიპულაცია, ან თუნდაც ნებისმიერი მისგან წამოსული მოქმედება იყოს მანიპულაცია თქვენს მიმართ, რათა სასურველი მან მიიღოს, რაც თავად სურს. თუმცა მე ვიკითხე გრძნობები და აქვს ამ ადამიანს კიდევ თქვენს მიმართ გრძნობები და სწორედ ამიტომ ის ფიქრობს და განიხილავს გეგმას, როგორ გააგრძელოს, ან როგორ წამოიწყოს კიდევ ერთხელ თქვენს მიმართ ის მანიპულაცია, რაც კიდევ ერთხელ მოგცემთ საშუალებას, რომ დაიწყოთ თუნდაც თავიდან ეს ყველაფერი. მოდი ვნახოთ მთავარი კითხვა, რამდენად მნიშვნელოვანი ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის? რამდენად მნიშვნელოვანი ხართ ამ ადამიანისთვის და იმპერატრიცა? მეგობრებო, ისეთი ქალბატონი ხართ და იმდენად მნიშვნელოვანი ხართ მის თვალში და მის ცხოვრებაში და ისეთი ქალბატონი ხართ, რომელსაც ისურვებდა ცხოვრების თანამგზავრად. იმდენად მნიშვნელოვანი ხართ, რომ თქვენი არსებობაც კი მასში ძალიან ძლიერ ემოციას იწვევს, თუნდაც თქვენ იყოთ მისგან შორს, ის თავის გონებაში მუდმივად გხატავთ, ისეთად, როგორიც თავად სურს რომ იყოთ. ეს ადამიანი თქვენს ხატებას თავის წარმოსახვაში ხატავს ყოველ დღე და ყოველი ღამე. მისთვის ხართ ყოველმხრივ რესურსული, ყველანაირად შემკული ქალბატონი, როგორც ფიზიკური, ასევე სულიერი თუ ცხოვრებისეული ნებისმიერ ასპექტში. თქვენ ავსებდით მის ცხოვრებას და დღემდე ეს ადამიანი თავის წარმოსახვაში გიხსენებთ თითოეულ თქვენს ნაკვთს, თითოეულ თქვენს ჟესტს თუ სიტყვას თავის წარმოსახვაში ატრიალებს მუდმივად. კარგით, იმდენად დამაინტრიგებელი იყო ახლა ეს პასუხი ჩემთვის, რომ უნდა ვიკითხო პერსპექტივა ამ ურთიერთობის. პერსპექტივა ამ ურთიერთობის. მეგობრებო, გეტყვით, რომ შეიძლება თქვენ ამ ადამიანისგან მიიღოთ წერილი ან ნებისმიერი გამოხმაურება, შეიძლება ერთი ლაიქი იყოს ეს, შეიძლება რაღაც შემოვლითი გზებით მოვიდეს ეს ადამიანი თქვენამდე, მაგრამ კონტაქტი აუცილებლად იქნება თქვენ შორის. თუმცა არ ვიცი მე შემდგომ რა გაგრძელება ექნება, ჯერ ერთი რომ ეს არის საჯარო გაშლა და არ არის პირადი განხილვა თქვენი ურთიერთობის, მაგრამ აუცილებლად რაღაც შეიძლება მესამე პირი ჩარიოს ვინმე ამ ადამიანმა და ისე მოხდეს თქვენ შორის კონტაქტი, ან შეიძლება თითქოს შემთხვევით შეგხვდეთ ეს ადამიანი, მაგრამ აუცილებლად დაიძრა სიტუაცია იმისკენ, რომ ეს ურთიერთობა განახლდეს. ძალიან მაინტერესებს და მე ველი თქვენს კომენტარებს აი ამ გაშლასთან დაკავშირებით დაგემშვიდობებით. პირველებო, მადლობა რომ იყავით ჩემთან. და აქვე მოგესალმებით მეორე ვარიანტს, ვინც აი ეს ულამაზესი სამაჯური აღირჩა.
ურთიერთობა თქვენს შორის ახლა და ამჟამად? რა ურთიერთობა გაქვთ მეორეებო თქვენ? რატომ მოდის იგივე? ურთიერთობა შეიძლება მიმდინარეობდა თქვენთანაც, ან სულაც ახალი დაწყებული იყო აქ, მაგრამ რაღაც მოხდა თქვენთანაც, სადაც ისეთი იყო ეს ყველაფერი, ისე წარიმართა სიტუაცია, რომ გაგანაწყენათ ამ ადამიანმა. აქ ყავს პენტაკლების მეფე, შეიძლება ეს ადამიანი ქორწინებაში იმყოფებოდეს, მაგრამ ვინაიდან ძალიან ბევრი ადამიანის ენერგიები ტრიალებს და ეს არის საჯარო გაშლა, შეიძლება ეს მამაკაცი ორიენტირებული იყოს თავის კარიერაზე, მატერიალურ კეთილდღეობაზე, თუ არ აქვს სტაბილური ოჯახი, შეიძლება ეს იყოს ადამიანი, რომელიც გადაშვებულია სრულიად თავის საქმეში, ბიზნესში, ან კარიერულ წინსვლაზეა ორიენტირებული, მაგრამ აქაც თითქოს თქვენ შორის ისეთი სიტუაცია მოხდა, რომ რამაც გამოიწვია თქვენ შორის პაუზა. კარგით, მეგობრებო, ვნახოთ ეს ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე. მე აქ ეჭვი მაქვს, რომ ამ ადამიანს ყავს მეუღლე და თქვენ ხართ ფარული პარტნიორი მის ცხოვრებაში. და არ იცის ამ ადამიანმა ახლა საით გადაიხაროს. თითქოს სურს მას გააკეთოს არჩევანი, მაგრამ აქვს წინაღობა და სწორედ აი ამ დილემის წინაშე დგას ეს ადამიანი. თუ თქვენ აქ ფარული პარტნიორი არ ხართ ამ ადამიანისთვის, მაშინ შეიძლება იყოთ მისთვის ძალიან ამოუცნობი, იდუმალებით მოცული ქალი, რომელსაც აქვს ძალიან ღრმა შინაგანი სამყარო, ძალიან განვითარებული ქალბატონი ხართ და შეიძლება სწორედ აი ეს თქვენი იდუმალება მოსწონს აი ამ თქვენს პარტნიორს თქვენში. ნახოთ მისი გრძნობები თქვენს მიმართ. მისი გრძნობები თქვენს მიმართ. არა, მეგობრებო, აქ არჩევანი აქვს ამ ადამიანს. თუ თქვენს პარტნიორს არჩევანი არ აქვს და თქვენ ფარულ ურთიერთობაში არ იმყოფებით, მეგობრებო, მაშინ ეს არ არის თქვენი ვარიანტი, იცოდეთ. ამ ადამიანს და შეიძლება რაღაც თქვენს ურთიერთობაში იყო ისეთი გაურკვევლობა, ან ტყუილში შეამჩნიეთ ეს ადამიანი, ან არასწორ ქმედებაში და სწორედ ამან გამოიწვია თქვენ შორის აი ეს პაუზაც თუ დასასრული. ნახავთ ამას და გავარკვევთ შემდგომში და არ არის გამორიცხული ამ ადამიანისგან მიიღოთ შეტყობინება, ან მოუნდეს ამ ადამიანს თქვენთან დაკონტაქტება იმ მიზნით, რომ გაარკვიოს ის სიტუაცია, რა სიტუაციაშიც ახლა იმყოფებით, ან სულაც თქვენ მოგინდეთ გაარკვიოთ აი ის არასწორი ქმედება, მისი არასწორი ქმედება, რამ გამოიწვია და მოითხოვოთ პასუხი მისგან, რატომ მოიქცა ასე. მისი გრძნობები მაჩვენე. უდავოდ. აქვს თქვენთან ძალიან დიდი მიჯაჭვულობა, რასაც ცდილობს რომ გაუმკლავდეს. ძალიან დიდი ძალისხმევა ჭირდება, რომ საკუთარ თავში დათრგუნოს აი ეს გრძნობა,
რაც მას აქვს. ის ფიქრობს, რომ მას შეუძლია მოერიოს თავის თავს და თავის გრძნობები ჩაიკლას გულში, ძალიან დიდი ძალისხმევის ფასად, მეგობრებო. თუმცა მე ვიკითხე გრძნობები და მის გულში შემორჩენილია ეს გრძნობა, მაგრამ ძალიან დიდ წინააღმდეგობას უწევს თავის თავს. კარგით ვნახოთ პერსპექტივა თქვენი ურთიერთობის. მეგობრებო, როგორც მე გითხარით და თავშივე აღვნიშნე, რომ შეიძლება ამ მამაკაცს ყავდეს ოჯახი და ყავდეს მეუღლე, ეს ადამიანი სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი. მე გეტყვით, რომ ეს ადამიანი არჩევანს გააკეთებს თავის სტაბილურ მეუღლეზე და მეგობრებო, თქვენ მოგიწევთ მუდმივი ლოდინი მისი და თქვენ მოგიწევთ კვლავ უსტატუსოდ ყოფნა მის ცხოვრებაში და ეს ადამიანი გააკეთებს თავის ცხოვრებაზე და თავის სტაბილურ ოჯახზე არჩევანს და უფრო დაკავებული იქნება სწორედ იმ ფინანსური კეთილდღეობის მოპოვებაზე, რაც მე თავში აღვნიშნე და მე ტყუილ მოლოდინს ვერ შეგიქმნით მე თქვენ და ვერ გეტყვით, რომ ღირს ამ ადამიანის ლოდინი უკაცრავად მწარე სიმართლისთვის, მაგრამ რასაც ტარო მიყვება, მე ეს უნდა გადმოგცეთ თქვენ და მე არ გირჩევთ, რომ თქვენი ახალგაზრდობა, ნერვები შეალიოთ იმ ადამიანის ლოდინს, რომელიც ვერ აკეთებს არჩევანს თქვენზე. დაგემშვიდობებით მეორეებო, მე თქვენ წარმატებებს გისურვებთ და მე ველი თქვენს კომენტარებს. დიდი სიყვარულით, კეთილი სურვილებით გემშვიდობებით მომავალ გაშლამდე.